ეგრეთ წოდებული გოროდოკის დასახლებაში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ მოსახლეობა საპროტესტო აქციისკენ უბიძგა. სვიშევსკის ქუჩის მცხოვრებლები ეზოების კეთილმოწყობას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დამცავი ბორდიურების მოწყობას გეგმავენ. მათი თქმით, ქუჩაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, სწორედ ბორდიურების არარსებობის გამო გზაზე მოძრავი ავტომობილი გუშინ ერთ-ერთ ბავშვს დაიჯახა და ის კრიტიკულ მდგომარეობაში თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. დასახლებაში დაახლოებით 100 ოჯახია. ამხანაგობის ხელმძღვანელის ინიციატივით ეზოების კეთილმოწყობა 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა შეჩერდა და ტერიტორია ანტისანიტარიის ბრუდად გადაიქცა. ისინი მერიის შესაბამის სამსახურებს გულგრილობაში ედანაშაულებენ და დაწყებული სამუშაოების მოკლე დროში დასრულებას მოითხოვენ. მერის თანაშემწე განმარტავს, რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქის საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის დასრულების შემდეგაც ეზოების კეთილმოწყობა დაიწყება. გვინდა ეზოს მოპირკეთება, გალამაზება, ბავშვები ხვალს, დაგვპირდნენ, მოვიდა ბარამიძე, ჩხაიძე, გითხეს გაგიკეთებთ, არაფერი არაა. ბაყაყები ყიყინებენ, ეზოკარი გველებითა მუსორით გავსებული. რა ვიცი, ველოდებოდი დღესაც. კიდე აგერ გზის რეზინების გაკეთება გვინდა, რომ ძალიან სწრაფად დადიან მანქანები, ბავშვებია, ყველა ეზოში ვერ გამოვდივართ. მოუწესრიგებელია ყველაფერი, აქ დაგვპირდნენ. იქნებოდა საბავშვო მოედანი, ბავშვებს ელემენტარულად სათამაშო პირობები არ აქვთ. გუშინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა კიდე, აი იქეთ არის სტადიონი, არაუშავს კეთილმოწყობილია, მაგრამ იმდანად გზა არის სატრანსპორტო, რომ მოხდა ავარია და პატარა ბავშვი დაზიანდა, თბილისში იქნა გადაყვანილი. ეხლა გზა მოწესრიგებული არის, ასფალტი არის, მაგრამ იმდანად დაუცავია, არ არის არავითარი ბარიერი ავტომანქანებისთვის და იქ მოხდა ავარია, ასეთ ბავშვი იყო ქუჩის კიდეში და სწრაფად მომავალ ავტომანქანამ გაიტანა. შემოდგომაზე სექტემბერ-ოქტომბერ თვეში დაიწყება კონკრეტულად საკანალიზაციო და წყლის სისტემის რეაბილიტაცია აღნიშნულ უბნებში, ასევე მას პარალელურად მოყვება სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას და მიწისქვეშა ყველა კომუნიკაციის მოწესრიგება. რის შემდეგაც მოხდება მთლიანი ახალი საფარის მოწყობა და ასევე რა თქმა უნდა ეზოებიშიც შემდგომში მოხდება საბოლოო სახე მიეცემა კეთილმოწყობას, ეზოს კეთილმოწყობასაც.